ანდრომედიანელების გზავნილი 23 აგვისტო 2015 წელი. ძვირფასო დედამიწელებო, ბოლოს და ბოლოს დადგა ის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ თქვენთან და გულუხოდ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ის თუ რაც ხდება ახლა დედამიწაზე თითქმის არკირებულად ასახავს იმას, რაც მოხდა ოდესღაც ჩვენს თავს. სწორედ ამიტომაც ჩვენ დიდი ხანია რაც მივისწრაფით თქვენთან ურთიერთობისათვის. ჩვენ განვიცადეთ მონდობის მთელი საშინელება, ის რა ხდება ახლა თქვენ თავს და თან უფრო მკაცრი ფორმითაც. თქვენ ჩვენგან განსხვავებით ვერ იაზრებთ საკუთარ მონობას სრულფასოვნად, რადგანაც დრაკონების ცივილიზაცია, რომელიც ახლა მართავს მთელ მსოფლიოს, ნერგავს თავის პროგრამებს ადამიანთა ცნობიერებაში ძალიან ეშმაკურად და დახვეწილად. მათ მილიონობით ადამიანი გადააქცეს დამჯერებოდ და მომხმარებელ საზოგადოებად. ადამიანებს დაკარგული აქვთ ინდივიდუალურობა და დაივიწყეს თავიანთი ღვთაებრივი მისია. იმის ნაცვლად, რომ ცხოვრობდნენ სიხარულსა და ბედნიერებაში, ისინი მუშაობენ იმ მოთხოვნილების ასაკმაყოფილებად, რომლებიც მათ თავს ახვევენ ამასოფლის ძლიერნი და რომლებიც სულ არ სჭირდება მათ სულს. ისინი ჰგვანან ვირებს, რომლებიც მიჰყავთ იქ, სადაც საჭიროა და მათ წინ დაკიდებული აქვს საფილო. მხოლოდ ბოლო პერიოდში, როდესაც თქვენმა პლანეტამ დაიწყო ცვლილება, გამოჩნდა საკმარისი დიდი ადამიანთა ფენა, თუმცა პროცენტული თანაფარდობით ის მაინც მცირეა, რომელიც იაზრებს დედამიწაზე მოხდარ მოვლენების აზრს. ეს დიდებული სასწაული, დიდებული ბედნიერებაა. ახლა დედამიწაზე არის ავანგარდი, რომელსაც თანათანობით სხვების გახვევია. გზავნილები, რომელსაც გადმოვცეთ ჩვენ მართას მეშვეობით, ეხება ყველა ადამიანს, რომელიც ახლა დედამიწაზე ცხოვრობს და ჩვენ ძალიან გვსურს, რომ მათ ისინი წაიკითხონ და დაგვიჯერონ. ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვსურს პანიკა და შიში. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ადამიანები თავიანთი გულებით იგრძნობენ სიკეთესა და სიყვარულის ენერგიებს, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ჩვენი ჩენელინგის დროს. ჩვენ გულწრფელად სურს დაგეხმაროთ, რომ გადალახოთ ის ბარიერები, რომლებიც ყოფს თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებას იმისგან, რასაც იმსახურებთ და რაც დაბადებიდანვე გეკუთვნით. რა უნდა გააკეთოთ ამისათვის, ჩვენო ძვირფასებო? პირველ რიგში თხოვთ შეწყვიტოთ ამ ვაქქანალიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც ხდება ჟურნალებსა და გაზეთების ფურცლებზე, ტელევიზორების ეკრანებზე და ინტერნეტ ქსელებში. იქ არის რაიმე სიმართლე, იშვიათი გამონაკლისების გარდა. თქვენი ცნობიერების ჭეშმარიტი გზიდან გადაყვანას ცდილობენ ყველა შესაძლო გზით, რათა ადამიანებმა არ დაინახონ მათ წინაშე არსებული რეალური პრობლემები. ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ თქვენი პლანეტა სწრაფად იცვლის თავის პარამეტრებს და შედის ახალ რეალობაში, რომელშიც ცხოვრება შეუძლია კაცობრიობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელმაც გააცნობიერა ეს და ასევე სწრაფად შეიცვლის თავის ცნობიერებას და პარამეტრებს. რას გულისხმობთ პარამეტრებში? ეს არის დედამიწის ახალი ვიბრაციები, რომლებიც სრულად შეცვლიან მის მდგომარეობას და ასევე ადამიანთა ახალი ვიბრაციები, რომლებიც შეცვლით მათ ფიზიკურ სხეულებს და მათ ცნობიერებას. ეს ვიბრაციები იზრდება ყოველდღურად და ბევრი თქვენგანი გრძნობს ამას საკუთარ თავზე და ვერც კი იაზრებს იმას თუ რა ხდება. ისინი, ვინც გაცნობიერებლად მუშაობენ საკუთარ თავზე და თვალყურს ადევნებენ ნატიფ დონეზე მომხდარ მოვლენებს, ფლობენ უნარებს, რომ დაარეგულონ თავიანთი მდგომარეობა და თვალყური ადევნონ ფიზიკურ სხეულებსა და ნატიფ სხეულებში მომხდარ ცვლილებებს. ჩვენ და სასიხარულოდ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო მრავლდებიან და სწორედ მათ იმედი გვაქვს. მეორე თუ ისიც მათ სურდა არის თქვენი სურვილი, რომ იყოთ უსაფრთხოთა და კომფორტში. ის სრულიად ბუნებრივი და გასაგებია. თუმცა ჩვენო ძვირფასებო, ძალიან არ უნდა ჩაეფროთ ამაში. თქვენ დაგავიწყათ ის, რომ სულიერი კომფორტი არის სწორედ ის, რაც არის საჭირო ბედნიერებისთვის. ბევრი ადამიანი ფლობს იმას, რის წარმოდგენაც კი არ შეიძლება, თუმცა სულიერად ისინი მარტოები და უბედურები არიან. სწორედ ამას ვუტონდებთ ჩვენ მონობას, რაც შემოიღო საზოგადოებაში დრაკონების ცივილიზაცია. მათ თითქმის სრულად ჭაშალის ადამიანთა გენეტიკური მეხსიერებიდან და ცნობიერებიდან ის თუ ისთვის შეიქმნა ადამიანი, ისთვის მოდის ის დედამიწაზე და სხვა სამყაროებში. ეს ნამდვილი დანაშაულია, რომლის გამო ისინი დაისაჯონ და რომელიც უნდა შეჩერდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ არ შეგვიძლია ამის თქვენის ნაცვლად გაკეთება ჩვენო ძვირფასებო, რადგანაც ადამიანის თავისუფალი ნება უყევი ღვთაებრივი კანონია. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენ თავად გთხოვთ ამის შესახებ. რა თქმა უნდა, თქვენა შეგიძლიათ წამიერად შემოაბრუნოთ საკუთარი ცნობიერება ჩვეული ყოფნა ღვთაებრიობის მხარეს. ეს ბევრს არ შეუძლია, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ თუ ჩვენ დავთესავთ ღვთაებრივი ჭეშმარიტების მარცვლებს თქვენ ცნობიერებაში, ისინი თანათანობით გაიზრდება და გამოიღებს შვენიერ ყლორტებს, რომლებიც გადაიზრდება მერტკაცებად, რომლებიც ხართ წარმოშობით. ამით დავასრულებთ ჩვენს პირველ გზავნილს და მადლობას ვუხდით მართას იმისათვის, რომ მან გაიგონა ჩვენი და მიიღო ეს გზავნილი. ანდრომედის თანავარსკვლავის უხუცეს და საფრთხეს საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს
პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.